წავე განცხადებების შემდეგ პირველი რეაგირება დიდი ბრიტანეთის მთავრობის რეზონანსულ გადაწყვეტილებაზე გაერთიანებული სამეფოს ელჩი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა განმარტებისთვის მივიდა. რა მასალებსა და მტკიცებულებებს ეფუძნება იმედისა და პოზიტივის დასანქცირება. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია ამ დრომდე დუმს საელჩო. თუ საგარეო უწყებას და მის პირველ პირს დავეყრდნობით 40 წუთიან შეხვედრაზე დაისვა არაერთი შეკითხვა, თუმცა მტკიცებულებების ნაცვლად მხოლოდ შეფასებები მოისმინეს. საგარეო უწყება საელჩოსგან კონკრეტული მასალების მიწოდებას ისევ ელოდება. ქვეყნის პირველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ორი ქართული კერძო ტელეკომპანიის დასანქცირება თბილისიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ ბრიტანული საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ სკანდალურ მონაცემებზეც დაუსვეს კითხვები. კვლევის მიხედვით უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიები რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდისავლისთვის გამოიყენებოდა. გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად. ასე გლობალურად ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი უკრაინის დაცვის ფარითა და ინგლისური სანქციების מחვილით დადგა საქართველოში თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე. დავიდრე ქართული საზოგადოება იმაზე კამათობს, ჭრის თუ არა სანქციების მახვილი, ან ვარგა თუ არა ფარად. ამ სანქციებს აფარებული განმარტება, სწორედ ამ განმარტებაზე ოფიციალური თბილისი მტკიცებულებას ითხოვს როდის, როგორ და დასანქცირებული არხების კონკრეტულად რომელმა პროდუქტმა გააძლიერა რუსეთი და შეასუსტა უკრაინა 4 წლიან დამანგრეველ ომში. ეს შეკითხვები ბრიტანეთის ელჩს ქართულმა მედიამ, მათ შორის ვერც ბრიტანულად დასჯილებმა ვერ მიაწუდინეს. ჩვეული სადარბაზო კარის ნაცვლად დღეს დიპლომატმა საგარეო საქმეთა უწყებაში შესვლა, რატომღაც უკანა ეზოდან არჩია და 1 საათის შემდეგ გარეთ უორდის ბრიტანული დეფენდერი ადგილს იმავე ეზოდან მოსწყდა. თავად ელჩმა უწყება უკომენტაროდ დატოვა, მაგრამ თუ მინისტრის ინტერვიუს დავეყრდნობით, მტკიცებულებებზე ვერც ვერაფერი. ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტი მაინც, რაც 2-3 აბზაციან ოფიციალურ განმარტებაში წერია უკრაინაში დესტაბილიზაციის გავრცელებისა და ომში რუსეთის ხელშეწყობის შესახებ. ერთადერთი არგუმენტით, გონივრული ეჭვით. ვისთვის როგორც ტყუილის და ვისთვის როგორც კმაყოფილების წყარო. ყოველ შემთხვევაში ამ მცირე სივრცეში მიკროფონიანთა ერთი ნაწილი ჯიუტად ამტკიცებდა მინისტრთან იმას, რომ მის გვერდით მდგომი ჟურნალისტი სხვა ქვეყნის ომში ომის დამნაშავე იყო. საელჩოში დაბარებული უცხოელი დიპლომატი კი უპირობოდ მართალი. უნებრივია ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არაერთ დეზინფორმაციას ავრცელებს. რა დოკუმენტში წერია? მაგალითად, რა დოკუმენტში წერია? სად ნახეთ? მან ნახეთ. ერთი მაგალითი დაასახელე, ნატაშა, ერთი მაგალითი. არა, მე მინდა თქვენი ლოგიკა განავითაროთ ისე, რომ მიხვიდეთ რუსეთის დასუსტებამდე. მიზანი ამ სანქციების არის, რომ დაასუსტონ რუსეთი და ეხლა თქვენ მითხარით იმედის და პოზიტივის დასანქცირებით როგორ ხდება რუსეთის დასუსტება. ანუ თქვენ ასე დაამარცხებთ შეწინააღმდეგებით სანქციების აღსრულებას მოითხოვეთ ამ მას არ ქონდა ამ შეხვედრისთვის არანაირი ფაქტობრივი მასალა წარმოდგენილი გარდა კიდევ ერთხელ გაკეთებული თუნდაც თუ კი არსებობს ასეთი რა ფორმითაც უნდა იმ ფორმით შეუძლია მოგვაწოდოს 21 საუკუნეში. ასეთი ქვეყანა ევროპის ლიდერი სახელმწიფო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს თბილისიდან, რაც ამ სანახაობაში, რომელშიც ჟურნალისტთა ერთ ნაწილს ბრალდებულის როლი ერგო, მეორე ნაწილმა კი ბრალმდებლის როლი ნებაყოფლობით იტვირთა, იგივე დარჩა ოფიციალური თბილისის სათქმელი, რომლის მიხედვითაც დიდი ბრიტანეთი არა თავისუფალი სიტყვის, არამედ ამ სიტყვის ჩახშობის და ცენზურის სადარაჯოზე დადგა, თანაც სხვა ქვეყანაში. ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ, ჩვენ ვსვავთ კითხვას. რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა და რა კავშირი აქვს მას საერთოდ რუსეთთან ბრძოლასთან, როგორც ისინი გვეუბნებიან, რომ ებრძვიან რუსეთს.
ამასობაში, ვიდრე ქართულ ტელეკომპანიებს დიდმა ბრიტანეთმა რუსული ომის ხელშეწყობისთვის სანქციები დააკისრა, იმავე დღეს სანქციები მოუხსნა რუსულ ნავთობსადენ დროჟბას, რომლის მეშვეობითაც ნედლი ნავთობი შუა რუსეთიდან შუა ევროპაში მიედინება. და ვიდრე ევროპა საკუთარი ოფიციალური მონაცემებითვე რუსულ გაზსა და ნავთობში იმაზე გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე უკრაინის დახმარებაში, დღეს Transparency International-ის ლონდონის ოფისმა კიდევ ერთი მეტად საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც გვიამბობს, რომ ვიდრე შავხრელებს დასავლეთი საქართველოში ეძებდა, სანქციების გვერდისავლისთვის 4 წელიწადია გამოიყენებოდა ბრიტანული ტერიტორიები. კერძოდ, ანგარიში ამტკიცებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ბრიტანეთის მიწებზე რეგისტრირებულმა კომპანიებმა რუსეთთან ჯამში 8 მილიარდი დოლარის ღირებულების 29,000-ზე მეტი კონტრაქტი გააფორმეს. თუმცა, როგორც ირკვევა, იმედის და პოზიტივის სანქციებით გახარებული ოპოზიციისთვის რუსულ 8 მილიარდ დოლარზე მეტად მაინც საქართველოში უკრაინულ კორუფციაზე მომზადებული რეპორტაჟები ხმაურობს. გაჯიუტება ოცნების მხრიდან მხოლოდ გაზრდის პოლიტიკურ ფასს. ბრიტანეთი როდესაც გასანქცირებს, უნდა დაფიქრდე, კი არ უნდა გაჯიუტდე, ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა დანიშნო. გაერთიანებული სამეფოს ელჩის დაბარება არის კომიკური ცირკის გაგრძელება. ბუჭორიშვილმა ეს სამინისტრო აქცია სამარცხვინო კანტორად, რომელიც ხან ერთ დიპლომატს ებლატავება და ხან მეორეს. ბლატაობა რუსული ენიდან ნაწარმოები ბარბარიზმია და ქართულ ენაზე გაჯგიმობას, ან ნაცნობობით რაღაც შედეგის მიღებას ნიშნავს. ნაცნობობით არა და დიპლომატიური გზით ელჩის სამინისტროში დაბარება მოიტანს თუ არა შედეგს, მმართველი პარტიის პროგნოზი ოპტიმისტური არ არის და უფრო პოლიტიკურ ნაბიჯად განიხილება. ეს არის სახელმწიფოს მიერ განცხადებული აქტი, რომ თავდასხმა სუვერენიტეტზე და მედიის თავისუფლებაზე საქართველოსათვის მიუღებელია. ის, რაც მისაღები არის მათთვის, პროპაგანდისტული ტყუილის გავრცელება, ან სხვადასხვა ქვეყნებში მედია საშუალებების აკრძალვა და ბევრი ქვეყანა ამას ჩუმად და ასე ვთქვათ ენთუზიაზმითაც კი ხვდება, მიუღებელია საქართველოსათვის. ფაქტი არის, რომ ბრიტანეთის ელჩი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ბრიტანულმა ბიუროკრატიამ. ფაქტობრივად ბრიტანეთის ბიუროკრატიამ დღეს ჩაანაცვლა ის სპეცრაზმი, რომელიც 2007 წელს შეიჭრა იმედში იმ მიზნით, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაეხშო ჩვენს ქვეყანაში. თავისუფალი სიტყვა 2007 წელს პირდაპირ ეთერში ჩაახშვეს, თუმცა საჯაროდ ჩაბნელებულ ეკრანს მაშინ დიდი ბრიტანეთიდან არათუ სანქციები კრიტიკული სიტყვაც არ შეშველებია. თუმცა ეს ამბავი უკვე საქართველოს უახლესი ისტორიის კუთვნილებაა. აი, უფლებებსა და თავისუფლებებზე კი სულ სხვა რამეს ყვება ბრიტანეთის უძველესი ისტორია, რომლის წერაც 800 წლის წინათ დაიწყო და ამ ისტორიულ გზაზე ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა. რა გზით იარა სამართალმა, რომ 2026 წელს ოფიციალურ დოკუმენტებში მტკიცებულებად ჩაწერილ გონივრულ ეჭვამდე მივიდა. მაშინ როცა ამ გზის დასაწყისში 800 წლის წინანდელი ინგლისური მაგნა კარტაც კი სასჯელისთვის მტკიცებულებას ითხოვდა. მუხლი 38. ვერც ერთი მოხელე ვერ აიძულებს ადამიანს პასუხისგებას მხოლოდ საკუთარი ბრალდების საფუძველზე. უტყუარი მოწმეების გარეშე. თავისუფლების დიდი ქარტია 1215 წელი.